როდესაც იბრძვის ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, მათი უკეთესი მომავლისთვის ამაზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერი არ შეიძლება იყოს. ჩვენ თითოეულმა თითქმის მივატოვეთ ჩვენი პროფესიები და ჩავერთეთ ამ ღირსეულ ბრძოლაში. ეს არის ბრძოლა, რომელიც ყოველდღიურად უდიდესი ავონებას გვანიჭებს. ეს არის ბრძოლა, სადაც ყველა ერთად გავიმარჯვებთ და ვიამაყებთ ამ გამარჯვებით. იამაყებს ყველა ამ გამარჯვებით, რადგანაც ჩვენ სიცოცხლეს ვაჩუქებთ თითოეულს. როდესაც დღეს დაწესებულია ოჯახის სიწმინდის დღე, მე პირადად და დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენთაგანი, ჩვენი საქციელით ვიცავთ ოჯახის სიწმინდეს. ამ ქვეყანაზე არის სიცოცხლე, სიყვარული, ჯანმრთელობა. ეს არის ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩვენ დაგვავიწყდა კონფლიქტის პრობლემები, ჩვენ აღარც ფულის ნაკლებობა გვადარდებს. ჩვენ არც ქირის გადაუხდელობა ის რომ რაღაც ქირის ფული ვერ შევაგროვეთ, არც ის რომ მანქანა ვერ შევიძინეთ, არც ის რომ რაღაცა ლიფტი გაგვიფუჭდა, არც ის რომ წყალი ჩამოგვივიდა მეზობლი, ეს აღარ გვაწუხებს ჩვენ მშობლებს. ჩვენ ეს პრობლემები საერთოდ აღარ გვაწუხებს, იმიტომ რომ ჩვენ მივხვდით რომ ყველაზე ძვირფასი ამ ქვეყანაზე არის ბავშვის სიცოცხლე, ჩვენი ბავშვების სიყვარული და ყველაზე ძვირფასი არის ჯანმრთელობა. ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე და რა არის ესე იგი ყველა ოჯახის ყველაზე დიდი სიწმინდე ბავშვი თუ არა. ჩემ შვილიშვილმა თქვა იესოს ბავშვები უყვარდა. რას გააკეთეთ იმაზე უკეთეს ბავშვებს რომ დაეხმარებით. ეს არის ჩემი შვილიშვილის სიტყვები. აი ეს არის ქრისტიანობა, თვითონ გაჭირვებული და თვითონ კიდევ ფიქრობს სხვა ბავშვებზე. ესე იგი ახლა ზოგიერთი ის სუფრასთან და ყალბტოსტებს იძახის და ხალხი ვინც ნამდვილად არის ჩვენს გვერდით, აი ეს არის ქრისტიანობა და ეს არის ოჯახის სიწმინდე, ვინც მხარს გვიჭერს. მოგესალმებით. მე ვარ ალექსანდრე დრაილინგი, 19 წლის. მაქვს გუშინის კუთხოვანი დისტროფია და 10 წლიდან ეტლში ვარ. მინდა დღეს მივუწო ყველას დღევანდელი დღე. მინდა მივუწო დღეს ყველას დღევანდელი დღე. და მე მინდა დღეს ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად ჭირდებათ ეს წამალი ამ ბავშვებს სახელმწიფოსგან. ვიცი უკვე რომ რამოდენიმე პრეპარატი გამოვიდა, მაგალითად ვამორონი და ჯივინოსტატი, რომელიც უკვე ამერიკაშიც დამტკიცდა, ევროპამაც დამტკიცა, ყველა ასაკზე მიდის, ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმაც დამტკიცა. და დეფაზაკორზე ბევრად ნაკლები უკუჩვენებები აქვს, როგორც ვიცი. დიდი უშენის პაციენტებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და ცხოვრებას გაუმჯობესებს. და ვინც ეტლში არ ზის, გადაუვადებს ეტლში ჩაცდომას და კუნთებს შეუნარჩუნებს. შეიძლება ფეხზე არ დაგვაყენოს, მაგრამ იმის ძალას მაინც შეგვინარჩუნებს, რომ ჭამა შევძლოთ ჩვენით. ჩვენით გადავტრიალდეთ რამე. ჩემ მშობლებს უწევთ ძალიან ბევრჯერ ადგომა ჩემი გულისთვის, რომ დამეხმარონ გადატრიალებაში. ამ წამლებმა იქნება მაგის ძალა მაინც მოგწეს. ჩემმა 7 წლის პატარა ბიჭმა იცის უამრავი გალობა და მას ჯერა რომ სასწაულები ხდება. ჩვენ დილით როცა ვდგებით, პირველი ჩვენი მისვლა არის ხადებთან მივართ, უგალობებთ იესო ქრისტეს და ამით იწყება ჩვენი დღე. მე აქ მეგონა თუ იქნებოდა რომელიმე სასულიერო პირი, ეს სასულიერო პირი იესო ქრისტემ უავლინა იმისთვის, რომ ემსახუროს ხალხს და საზოგადოებას, ემსახუროს მომავალ თაობას, ოჯახის სიწმინდე. ზუსტად წეხან აღინიშნა და ითქვა, რომ ქალი და კაცი ქმნის ოჯახს იმის გამო, რომ მათ მომავალი თაობა ყავდეთ. მათ ამრავლონ ერი. ჩვენ კი დღეს ყველა მაპატიეთ არ გვესეიმება. რადგან ჩვენ გვიწევს ქუჩაში გამოსვლა და ჩვენი ოჯახის სიწმინდის ჩვენ თვითონ დაცვა. ჩვენი შვილები ხალხო განწირულები არიან. ჩვენ ვართ უკიდურეს მდგომარეობაში. ჩვენს სული გვეწვის, ნუ თუ არ ესმით ამას. ჩვენი გულის ტკივილი, ჩვენი სულის ტკივილი, ნუ თუ არ ესმის. დედების ესენი განწირული ხმა.
კიდევ ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი აწარმოებს მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან და არ გაიწირება ჩვენი სულები. მე მწამს ღმერთის და მჯერა, რომ აუცილებლად გადარჩებიან ჩვენი მომავალი თაობა. ეს გადარჩენა არ იქნება მხოლოდ 100 ბავშვის გადარჩენა. ეს გადარჩენა იქნება თაობების გადარჩენა. ჩვენ უკან არ დავიხებთ, ჩვენს გვერდით არის უფალი და მე მჯერა, რომ ჩვენი ბავშვები გადარჩებიან. მათაც აქვს სიცოცხლის უფლება, ხალხო, თქვენ წარმოიდგინეთ და ისინი ჩვეულებრივი ბავშვები არიან, მათაც უხარიათ, ისინი წიწინიან, მათაც უნდა რომ იფინოთ. ამის უფლებას ართმევს მას ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი. ის გვიწყვიტავს ჩვენმა შვილებმა, რამდენი წელი უნდა იცოცხლო, რამდენი წუთი უნდა ისუძქო, შეგწყვეტ, ჯანდაცვის მინისტრო, შეგწყვეტ, ყობახიძე გამოდი გარეთ, დედების ხმა გაიგონეთ, ამაზე მე წმინდას ვერაფერს ვერ გააკეთებთ, დედებს გვერდით აგვიტეხით, ჩვენ დასაკარგი არაფერი არ აგვაქვს, ჩვენი შვილები ყავს გადასარჩენით, მიეცით ბავშვებს საბალი! მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ყველას. არ ვიცი, აი დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე და ყველა ოჯახში ხო ყველაზე წმინდანი ყავს ბავშვი. ამით იწყება ყველაფერი, რაც არის კარგი ამ ცხოვრებაზე და იცით ჩვენი დილა როგორ იწყება? ტანჯვით. სულ იმის შიში მაქვს, რომ აი ეხლა რა დააყდა დღეს ჩემს შვილს, რომელი იმით გაიღვიძებს, რომელი ახალი ტკივილით. და იცით ყველაზე საშინელი რა არის? ხო ვიცით დიაგნოზი რაც არის და ყოველი ექიმის მისვლა და იმ კაბინეტიდან გამოსვლა არის სიკვდილი და ხელახლა გაწუწყება ჩემთვის. აი ბოლოს რო ვიყავ ესეთი რაღაც მითხრა. იცი მართალი ხარ და აღარ აქვს ხელებში, იმიტომ რომ ერთ-ერთი მძიმე დიუშენია შენი შვილი. ჩემ შვილს არც ერთ ხელში არ აქვს უკვე ძალა, აგერ მიდგას წინ და ამის წინ მიწევს ამ ყველაფრის საუბარი. დაგვანგრია ამ ყველაფერმა ჩვენ. სად არის ეს თავრობა, რატო ძინავს მაცილით? თავიდან იყო ესეთი, ასე რომ თქვა, ნარატივი, რომ თითქოს ეს სამლები მილიონი ღირს და ასე შემდეგ. არა ხალხო, ეს არის სიცრუე. არის ერთი მედიკამენტი, რომელიც მართლა ძვირია და 3 მილიონი ღირს, მაგრამ როგორც გითხარით, ის 10 ბავშვია განკუთვნილი. ჩვენ შემთხვევაში ასევე არის მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება იყოს $6,000 თვეში, მაგრამ მოლაპარაკების შედეგად შეიძლება ეს ფასი შემცირდეს, განახევდეს ან იყოს მე-13 ფასი. იმ დროს, როდესაც გასულ წელს, 2025 წელს, როდესაც 600 მილიონი ლარი ვერ იქნა ათვისებული ბიუჯეტში ხალხო და დააკლდა ეს ხალხს. და მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ჩვენ მქონდა მოთხოვნები დაყენებული, გუნდი შექმნილიყო და მედიკამენტი შემოტანილიყო. რა ფასებზეა საუბარი? როდესაც პრიორიტეტი არ არის ბავშვების სისხლი და ჯანმრთელობა, მოქალაქის უკეთესი ცხოვრება, მაშინ ვერასოდეს ვერ გამონახავ თანხას. და მე მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ არავის არ დააზარალებს ამ თანხების გამოყოფა, იმის თქმა მინდა. იმიტომ რომ ეს ბიუჯეტი არის ჩვენი, ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ეს ბიუჯეტი ეკუთვნის ხალხს და ჩვენ ზედმეტ არავინ არაფერს არ ვითხოვთ, ისევე როგორც თითოეული ადამიანის საჭიროებების შემთხვევაში. არაფერს არ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, ზედმეტს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მოთხოვნას, ბრძოლას. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს ინფორმაცია, სოფლიო ორგანიზაციის, ევროპის ორგანიზაციის წევრები და ვიღებთ ინფორმაციას და გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობთ მედიკამენტების სარგებლიანობის თაობაზე, ვიდრე ფლობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ პიროვნულად არავის ინტერესი არ აქვს, ჩვენ გვაქვს ინტერესი იმის, რომ გადარჩეს ჩვენი შვილები. ჩვენ არ დავიხევით უკან, ბრძოლა გამარჯვებამდე თქვენი მხარდაჭერი, დიდი მადლობა. ძალიან დიდი ძალა მოგვეცა, ამდენი ხალხი, ამდენი მხარდამჭერი რომ დავინახეთ დღეს. დიდი მადლობა და თქვენი იმედი გვაქვს ხალხო, თქვენი იმედი. მადლობა! 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 მეგობრებო, ორიოდე სიტყვი ჩვენი გეგმების შესახებ, ჩვენ გავაგრძელებთ იგივე რეჟიმში ყველაფერს რაც აქამდე. ანუ კვირის მარშები გაგრძელდება ჩვეულებრივად. ორშაბათობით მოვდივართ აქ 5 საათიდან 6 საათამდე და შეუძახებთ კანცელარიას, ვეთქვით რომ ბავშვებს ჭირდებათ სამალი სასტრაფოდ და მალე.
და შეუძახეთ რომ ჩამოვიდენ აქ უკვე რამდენი ხანია უკვე 2 თვეა რაც მოვდივართ და ვეძახით რომ ჩამოვიდეთ და არ ჩამოდიან ხო და რამდენი ხანი შეიძლება გააგრძელოს ხელისუფლება ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და იმ ჩემმა ყოფილმა მეგობარმა და კოლეგამ ირაკლი გობახიძემ რამდენი ხანი შეიძლება გააგრძელოს კაბინეტში დამალვა აქა სადღაც 300 მეტრის თუ 200 მეტრის მოშორებით რომელიღაც კაბინეტში იმალებოდეს და გარეთ არ გამოდიოდეს რამდენი ხანი შეიძლება იყოს ასეთ მდგომარეობაში ამასაც ვნახავთ და მეორე ჩვენ გადავწყვიტეთ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის ჩატარება აგვიგზავნეს აქცია ეს არის 2-ან მეტი ადამიანი შესაბამისად ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივა ერთი ადამიანი არ არის აქცია ეს გაკეთდება პერიოდულად ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივა ერთი ადამიანი და ეს ადამიანი იქნება მშობელი ან ჩვენი მხარდამჭერი რომელიც ჩაურთავს ჩვენი ბავშვების სიტყვებს ჩაურთავს და თვითონაც მიმართავს სიტყვებით ბიძინას ივანიშვილს ეთქვის რომ შენ ბატონო ბიძინა ადამიანი რომელიც ქველმოქმედებით მოხვედი საქართველოში და საქართველოს თავი არჩევინე ხელისუფლება არჩევინე ქართული ოცნება არჩევინე შენი თავი იმიტომ რომ ყველა გიცნობდა როგორც ქველმოქმედი ეხლა ბავშვებს იმეტებ სიკვდილისთვის ბავშვებს იმეტებ ტანჯვისთვის რომელი ქველმოქმედი ხარ შენ ბიძინა ივანიშვილო საწავიდა შენი ქველმოქმედება ან საწავიდა შენი სამართლიანობა რომ მოხვედი და სამართლიანობის აღდგენას რო შეგვიდი ამ ქვეყანას ამიტომ ჩვენ პერიოდულად და ამას ვიდა დავიწყებთ 4 შაბათიდან მივად ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთი დაიკავებს რუბოს ხელში დანარჩენი მხარდამჭერები დადგებიან მოშორებით იმიტომ რომ ეს იქნება ერთკაციანი აქცია ისე რომ ჩვენ არ დავარღვიოთ პოლიციის მითითება არ დავარღვიოთ ერთკაციან აქციას ჩავატარებთ და ბიძინა ივანიშვილს შევახსენებთ ყოველ მეორე ან ყოველ მესამე დღეს ამას პერიოდულად გავაკეთებთ ჩვენი ბავშვების შესახებ